მიღებას. ღვინოდან გადავინაცვლოთ თამბაქოზე, რომელიც ინდუსტრიაც მთავრობისთვის წარმოდგენილი აქციზის განაკვეთის მატების 12 წლიანი გეგმის დამტკიცებას ეგეს. პარალელურად იმპორტიორ კომპანიებში აქციზის ზრდის შედეგებს აჯამებენ და განმარტავენ, რომ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერჯერობით არ მომხდარა. რას თავაზობს კერძო სექტორი მთავრობას და რა რეალური ეფექტი აქვს თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდას ბიზნესისთვის, მომხმარებლისთვის და ასევე სახელმწიფოსთვის. ნახეთ ჩვენი რეპორტიორის ნუცა შუბაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი. Բոլոր რამდენიმე წელია ფაქტორ ყოველწლიურად ხდება აქციზის მატება, ერთადერთი რაც აშკარა არის, რომ ხდება უფრო მაღალფასიანი სიგარეტიდან საშუალო და დაბალფასიანი სეგმენტებზე გადმოვა. JTI კავკასიუსში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგებს აჯამებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ აქციზის გაძვირებას და შესაბამისად პროდუქციაზე ფასის მატებას თამბაქოს რეალიზაცია არ შეუმცირებია. თუმცა სამაგიეროდ ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქციის წილი გაზარდა. სამომავლოდ მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად თამბაქოს ინდუსტრია მთავრობას აქციზის მატების 12 წლიან გეგმას თავაზობს და იმედოვნებს, რომ მას მხედველობაში მიიღებენ. იგივე სამხრეთის მაგალითი, საიდანაც ვთქვათ მეტაპროგრამაში გადაში არის ხომ ჩვენთან ვაკურდებით ცერემონიალურად ჩამოდინება უკანონო პროდუქციის, რაც განპირობებულია ფასტაშორის ხვალებიდან გამომდინარე. რისკები არსებობს, რომ თუ კიდევ საქართველოში რადიკალურად მოხდება ზრდა, ანუ ფასტაშორის ხვალება კიდევ უფრო გაიზრდება. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიზანშეწონილია 12 წლიანი გარდამავალი პერიოდი მინიმუმ იქნას გათვალისწინებული საქართველოს გათვალისწინებით. სასურველია მოხდეს 15-20 წელიწადით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აქციის სპეციფიკური კომპონენტის მატება. და ასევე სასურველია გათანაბრდეს აქციზი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს შორის. 2013 წლის შემდეგ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 3-ჯერ გაიზარდა. ფილტრიან სიგარეტზე განაკვეთი 60 თეთრიდან 1 ლარი და 10 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო უფილტროზე 15-დან 30 თეთრამდე. 2015 წლის 1 ივლისიდან კი დაწესდა დამატებითი, ეგრეთ წოდებული ადვალური გადასახადი, რომელიც ამჟამად თამბაქოს საცალო სარეალიზაციო ფასის 10%-ით განისაზღვრება. მთლიანობაში აქციზის ზრდამ თამბაქოს პროდუქციას საშუალოდ 20-25%-ით გააძვირა. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირება არასწორად ხდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კომპანიებსა და ქვეყნის ბიუჯეტზე, არამედ მომხმარებელზეც. ის რაც წელს ღირს ყოლობს თამბაქო, არ შეიძლება რომ მომავალ წელს იყოს დაბეგვრის ვაზა, იმიტომ რომ მომავალ წელს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, სხვა ხასიათია და არ შეესაბამება იმას, რაც რეალობა და მოცემულობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო კარგავდეს თანხებს, შესაძლებელია ბიზნესი იხდიდეს ზედმეტ პროცენტული დაბეგვრა თამბაქოსი განაპირობებს იმას, რომ იაფიანი უფრო დაბალი ფასის სეგმენტის თამბაქო უფრო ნაკლებად იბეგრება და შესაბამისად უფრო ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლისთვის, რაც რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში მოდის ზოგად სტრატეგიასთან, რომ ადამიანებმა ნაკლები მოწიონ თამბაქო. ფინანსთა სამინისტროში არაკონკრეტებენ, როდის გაიზრდება თამბაქოზე აქციზი კიდევ ერთხელ, თუმცა სავარაუდოდ აქციზის განაკვეთი მომავალ წელსაც მოიმატებს. რამდენადაც 2017 წლის ბიუჯეტის არსებული პროექტის მიხედვით აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 73 მილიონით იზრდება, თუმცა სამინისტროში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ადვალური გადასახადის ადმინისტრირების წესი არ შეიცვლება. არანაირი პრობლემა არ არის ადმინისტრირებაში, ადვალური გადასახადის კუთხით ადმინისტრირება სრულყოფილად მიმდინარეობს. ამიტომ ის გადახედვათ არის. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირის მიმართ, რომ უნდა მოხდეს დაახლოება აქციზის გადასახადის, ეს ვალდებულება აუცილებლად შესრულდება 90 ევრო 1000 წელს სიგარეტს. რამდენად ეფექტიანია აქციზის მატება დეკლარირებული მიზნის, მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირების მისაღწევად წლის ბოლოს გამოჩნდება, როდესაც შესაბამისი კვლევის შედეგები გამოქვეყნდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებული იქნება, თუმცა აცხადებენ, რომ რეალური შედეგის მისაღებად საჭიროა აქციზის უფრო დიდი მოცულობებით ზრდა და სხვა დამატებითი რეგულაციების შემოღება. ის რომ თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს აქციზის ზრდა, ეს არის ცალსახა. ეს ზრდა არ არის ის ზრდა, რომელსაც ჩვენ ველით, რომელიც ჩვენ გვინდა და რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვათ თუ გაორმაგდება, ან თქვათ 10 ლარი გახდება თამბაქოს ყოლოფი, ნამდვილად იქონიებს გავლენას ძალიან მალე. საერთოდ უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, ან უნდა იყოს 100%-ით თამბაქოსგან თავისუფალი. თამბაქოს ინდუსტრია მთავრობასთან აქციზის მატების 12 წლიან გეგმაზე შეთანხმების მიღწევას წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. პარალელურად თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ მომზადებული კანონპროექტების ავტორები ახალი მოწვევის პარლამენტის დამტკიცებას და განხილვების გაგრძელებას ელიან.